ამერიკული გოთიკა. ეს გრანტ ვუდის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1930 წელს შექმნა. ნეოგოთური შენობის წინ ვუდმა მამაშვილი გამოსახა. როგორც ცნობილია, ამ ნამუშევრის შექმნისას ვუდისთვის მისი სტომატოლოგი და მისი და ნენი პოზირებდნენ. ფერმერ მამაკაცს მარჯვენა ხელში ფიცალი უჭირავს. შეგახსენებთ, რომ ფიცალი არის მემინდვრეობის კულტურების ნამჯეული სასაღები ხელსაწყო. მას აქვს ტარი და ეგრეთ წოდებული თითები. უმეტესწილად 3 ან 4 თითი. გამოიყენება მაგალითად თივის ასაღებად. ამავდროულად, სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა კალოზე ძნის ჩაშლა. ვერტიკალური ხაზები ფერმერის პერანგზე, მამაშვილის უკან გამოსახულ სახლსა და ბეღელზე. თითქოს 3 თითა ფიცალის ვერტიკალურ ხაზებს იმეორებს. ფერმერის უკან დგას მისი ქალიშვილი. გოგონას კამია ამშვენებს, რომელზეც დემეტრასა და ზევსის შვილი, დედამიწის მცენარეული ძალებისა და მიწისქვეშეთის, საიქიოს ქალღმერთი პერსეფონეა გამოსახული. ფერმერის ქალიშვილის უკან ვუდმა ქოთნის მცენარეები გამოსახა. მათგან ერთ-ერთი ფიცალს მოგვაგონებს და მის ვერტიკალურ ხაზებს იმეორებს. ვუდს ამ ნამუშევარმა საქვეყნო აღიარება მოუტანა მას შემდეგ, რაც ის ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა შეიძინა.